Კომპანია OpenAI-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეეხება ChatGPT-ს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა კომპანია OpenAI-ის ვებგვერდზე ამასთან დაკავშირებით და როგორც აღნიშნავენ, კომპანია OpenAI-ში 800 მილიონი მომხმარებლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად ChatGPT-ს კომპანია OpenAI-ის შეფასებით დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი იყენებს აქტიურად და ამ 800 მილიონიდან დაახლოებით 0.7%-ს მომხმარებლებისას სავარაუდოდ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. საუბარი არის დაახლოებით 560,000 ადამიანზე, რომელიც ავლენს ფსიქოსთან ან მანიასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის შესაძლო ნიშნებს. ასეთი კომენტარი გაკეთდა OpenAI-ში. განცხადებაში აღნიშნული არის, რომ ასეთი საუბრების, ანუ ChatGPT-თან საუბრების აღმოჩენა არის საკმაოდ რთული, ისევე როგორც კონკრეტული ნიშნების თუ რას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. სწორედ ამასთან დაკავშირებით OpenAI-ში აცხადებენ, რომ ეს არის წინასწარი შეფასება და შესაძლოა, რომ სურათი მთლიანად არ არის ჯერ წარმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ამისა კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარი არის ასობით 1000 ადამიანზე და ეს საკითხი უნდა გამოსწორდეს კომპანია OpenAI-ში, უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. OpenAI-ის თქმით, როდესაც ატარებდა ამ კვლევას, მასში მონაწილეობას იღებდა 170-მდე ექსპერტი, მათ შორის ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და ოჯახის ექიმები, 60-მდე ქვეყნიდან და მათთან ერთად შეიმუშავეს ისეთი სისტემა, რომ ChatGPT-სთან ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრის დროს ChatGPT გასცემს მომხმარებელს ისეთ პასუხს, რომ წააქეზებს გაესაუბროს რეალურ პროფესიონალს, რეალურ ადამიანს და შეეცდება, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ChatGPT, ასე ვთქვათ, დისკუსია არ გამართოს მომხმარებელთან და შესთავაზოს ბმულები პროფესიონალებთან, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება მიაქციოს მომხმარებელმა. ამ ცვლილებები წამოიწყო კომპანია OpenAI-მ, მას შემდეგ, რაც სულ უფრო მეტი ისტორია დაიწერა მედიაში იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლებს ილუზიის გამყარებაში ეხმარება ChatGPT და იმ მომხმარებლებს, რომელსაც აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, მათთვის საზიანო არის ხელოვნური ინტელექტის chatbot-ის გამოყენება. ამჟამად არსებობს რეალური საქმე კალიფორნიის შტატში, მიმდინარეობს გამოძიება 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მოზარდის მშობლები უჩივიან კომპანია OpenAI-ს და ადანაშაულებენ იმაში, რომ სწორედაც ChatGPT სცემდა ისეთ პასუხებს მოზარდს, რომ მოზარდი დარწმუნდა იმაში, რომ ჩაედინა სუიციდი, ასე აცხადებენ მშობლები. ჯერჯერობით ეს საქმე მიმდინარეობს და სასამართლოს დასკვნა არ გამოუცხადებია.